მადლობა ღმერთს უცხო ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობას არ ვუჩივით. ან და რატომ უნდა ვუჩიოდეთ? საქართველოს ხომ გამოირჩევა თავისი ლამაზი ბუნებით, კულტურის ძეგლებით, ისტორიული ნაგებობებით და სტუმართ მოყვარე ხალხით, რომელსაც ტურისტების დანახვა გვიხარია და კიდევ იმ ხალხით, ვისაც ამ ტურისტების დანახვა ჩვენზე მეტად უხარია. ტურისტებზე გახშირებულ თავდასხმებზე ბევრი აქვთ მოსაყოლი გიდებსაც, რომლებიც უცხოელებთან ერთად ძალადობის მსხვერპლით ავადაც ხდებიან. მათი თქმით, კრიმინალური შემთხვევები დღეში რამდენიმეჯერ ხდება და ტურისტული სეზონის მოახლოების პარალელურად იმატებს. მაღალი რანგის დელეგაცია მყავდა, რა თქმა უნდა, არ გადავადგილდებოდით ქალაქში დაცვით. დაახლოებით 8 არასრულწლოვანი შემოესხა ირგული მოკლედ დელეგაციას და ერთ-ერთი შედარებით ასაკოვანი ადამიანი მოკლედ ან ფეხებზე ჩამოაკიდნენ ხელებზე. ამოცალეს საფულით. ხო, ნამდვილად უსიამოვნო სანახავია, მაგრამ რა ვქნათ, კაცო? კანონი არასრულწლოვან კრიმინალებს ვერაფერს უხერხებს. ამიტომ დაზარალებულებმა თავად უნდა დაიცვან თავი. რას ქვია როგორ? როგორ და რომ მოგვარდება ასეთი ბავშვი და ფულის მოპარვას დაგიწყებს. უნდა მოკიდო ქეჩოში ხელი, აწიო ზევით და გააჩერო ეგრე სანამ სრულწლოვანი არ გახდება. ო, აბა, იმათ რა უნდა მოთხოვო, კაცო? იმას ხო ვერ ეხება, როგორ იქცევით, სტუმარ მასმიძელი მაინც არ გაქვს საკითხულიო? ამ ვაჟას კიდევ ხარ, სტუმარი არ დაუწერია და. და საერთოდ შეიძლება ყველაფერი სხვანაირადაც არის. ო, ახლა ამ ძარცველებს ჟურნალისტები მოიხსენიებენ ძარცველებად, თორემ იქნებ სულაც ქართული მარშის წევრები არიან და ტურისტების მოძალებას აპროტესტებენ. ან იქნებ თავად ამ ტურისტებს აქვთ ასეთი პაკეტი შეძენილი. ახლა 20 ხინკალს რომ შეჭამდა, 3 ხაჭაპურს დააყოლებ. მე ხო უნდა ხა მონელება ამამ. ასეა თუ ისე, მაინც სიველურე მგონია ეს ქუჩაში ძარცვა. ო, კაცო, შეიყვანე რა სადმე შენობაში და იქ გაძარცვე კულტურულად, კაცო. ჩამეთეთ ეთი შენობაში გაძარცვული. 5000 ლარი 3 კათხალუთში ტურისტი ეგვიპტიდან ირწმუნება, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ჩემთან გოგო მოვიდა და ცეკვა შემომთავაზა. შემდეგ კი სასმელი მომთხოვა. ვიფიქრე ლუც ვუყიდი, მითხრეს რომ 20 ლარი ღირდა. შემდეგ ქვითარი ვნახე, რომელიც დაბეჭდილი არ იყო. იქ 5000 ლარამდე ეწერა. შემდეგ აპარატი მოიტანეს. ჩემი პინ-კოდი შეიყვანეს და მითხრეს რომ წამოვსულიყავი. კიდევ კარგი ზვიადაურიც კაფე როუს კლუბის თანამშრომელი არ იყო, თორემ წარმოდგენაც არ მინდა რა დაუჯდებოდა ჯოყოლას ის ფიც ვერცხლი. ეს ზვიადაური იქით იყოს და მართლა რა ამბავია ლუდში 5000 ლარი თქვენ ჩემისებო, კაი, ახლა ქუვეითელს შეიხს კი დააბოლებ რომ ლუდი მაგდენ იღებს, მაგრამ ეგვიპტელს კი პირამიდა აქვს აშენებული მაგაზე იაფად. თუმცა მგონი ეს ეგვიპტელი კაციც ცოტას აბუგებს. არა, კაცო, 3 კათხალუთში კი გადაახტებინეს 5000 ლარი, მაგრამ სამაგიეროდ აქცია ჰქონდა და მეოთხე კათხა უფასოდ დაალევინეს. მოკლედ, ისე დღეში ყავს ტურისტები. წესით მალე ერთი კაი აქცია პარლამენტის წინ მაგათმაც კი უნდა მიცხონ. და კიდევ კარგი ეს პარლამენტი თბილისში დავაბრუნეთ, თორემ ქუთაისში ეგ ამბავი ცოტა გაუჭირდებოდა. ჩამეთეთ ერთი ქუთაისის გასაჭირი. ქუთაისში საზოგადოებრივი საპირფაროშოების გაუმართავობა გააპროტესტეს პარტია თავისუფალმა საქართველოს აქცია პერფორმანსი გამართა და მერიაში ღამის ქოთნები მიიტანა. სხვათა შორის პარიზიდანაც გამოგვიგზავნენ ღამის ქოთნები, პამპერსები, რათა ქალაქის მერმა, როდესაც ტურისტი ჩამოვა და არ იქნება ტუალეტი და დაარიგებს რა. და ესაა მინიშნება იმაზე, რომ ქალაქში ერთი ტუალეტის გახსნა მაინც უნდა შეგეძლოს, ქალაქის მართვაზე რო გაქვს პრეტენზია. ვენაცვალე ქუთაისის მთავრობას რა. აი ეს არის პატრიოტიზმის კულმინაცია. და საერთოდ კარგად მომხედეთ ერთი, ყველამ დაიმახსოვრეთ. ქართულ მიწაზე უცხოელი ვერ მოჭამს, ვერა. ან როგორ ვერ მიხვდით, კაცო, რომ წინა ორი პრობლემა ამ მესამე პრობლემის განეიტრალებას ემსახურება. ჯერ არასრულწლოვანი მძარცველი და მერე რესტორანი უსმელ, უჭმელად რომ გაგძარცვავს, ტუალეტში რაღა გესაქმება გამაგებინა. და თუნდაც იყოს ეს ტუალეტი, გამაგებინეთ ახლა 5000 ლარი რომ ლუდი დაგიჯდება. მერე გარეთ როგორ უნდა გამოუშვა ახლა იმისი თუნდაც ერთი წვეთი, ეგეც არ იყოს ახლა სად გვაქვს ჩვენ ქართველებს ტუალეტები, ეგენი რომ კონდეს ხასიათში კი აღარ გადაგვივიდოდა. თუმცა ტურიზმში უკვე იმდენი პრობლემა დაგროვდა, რომ ხელისუფლებამ ნამდვილად დროზე უნდა მიხედოს. ახლა ხელისუფლებამ თუ არა, ყოფილმა ხელისუფალმა მაინც. $80 ერთ დღეღამეში ამ ფასად ნებისმიერ მსურველს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ხელით აშენებულ სახლში ღამის გათენება შეუძლია.
სახლის აღწერაში ვერსად წაიკითხავთ, რომ თქვენი მასპინძელი მეოთხე პრეზიდენტი იქნება. ეს საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის მთავარ სიურპრიზად რჩება. ანუ თქვენთვისაც ძალიან კარგი შემოსავალია. ჩემთვის ბუნებრივია შემოსავლის თემაა, მაგრამ აფსუს კაცო, რა შესაძლებლობას ვმაზავთ. ახლა ტურისტებს ჩვენთან ამის პრეზიდენტობა თუ მოიზიდავდა, მაგრამ ესეც არსად ამბობს, რომ პრეზიდენტია და იმასაც ვერ იტყვი, რომ შეხედავ და ეგრევე მიხვდები, რომ პრეზიდენტი. მთავრობაც მგონი ისევ მარგველას ჯიბრზე აკეთებს ყველაფერს რა. იმიტომ ქნის ქვეყანაში ტურისტებისთვის ასეთ გაუსაძლეს პირობებს, რომ ახლა ეს ბიზნესი ჩაუგდოს. და მარგველამაც რა ქნას ახლა, ჰა? ეგეც ფეხზე ხო არ ჩამოიკიდება იმ ტურისტებს. ამიტომ ჯიუტად აკირავებს კოტეჯს მათზე და სავარაუდოდ მშვენიერ პირობებსაც უქმნის. გადაცემის ეს ეპიზოდი შეიძლებოდა დაფინანსებულიყო, მაგრამ მარგველა ქირას თვის დასაწყისში იღებს და ახლა უკვე დახარჯულია. ხო და პატივცემულო ხელისუფლება. კეთილი ინებე და მიხედე ტურიზმის პრობლემებს, თორემ ამ ყველაფრის შემხედვარე მივხვდებით, რომ ყოფილი ხელისუფალი უფრო სასარგებლოა ქვეყნისთვის, ვიდრე მოქმედი.